ახლა კი მარნეული და რუსუდან ლოლაძე უნდა ჩავრთოთ. ის მრავალეთნიკურ ფესტივალზე იყო მიწვეული. შინ ასე ქვია კულტურულ შემოქმედების ღონისძიებას, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების კულტურის, ტრადიციების, შემოქმედების, ნიმუშებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, განვითარებისა და პოპულარიზაციის იდეით შეიქმნა. როგორც ჩაიარა ფესტივალმა, დეტალები ჩვენი კორესპონდენტი ჩართვიდან. ღონისძიება უკვე დასკვნით ეტაპზეა. დღეს დილიდან აქ უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ფესტივალი შინ მარნეულში უკვე მესამე წელია ტარდება. ეს არის მულტიეთნიკური ფესტივალი და რაიონში არსებული სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობის გაღრმავებას უწყობს ხელს. ამიტომ ამ ღონისძიებაში უამრავი ადამიანი, სხვადასხვა ეროვნების ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მათ წარმოდგენილი ჰქონდათ თავიანთი ეთნოსისთვის დამახასიათებელი კუთხეები, ასევე იყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა გაყიდვა და სხვადასხვა პერფორმანსები. ამ წუთებში უკვე მიმდინარეობს გალა კონცერტი, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდება. შინაარს რაც შეეხება ეს გულისხმობს ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების გაერთიანებას შინ ერთ სახლში და თვითონ სახელწოდებაც კარნახობს მის არსს. შესაბამისად, ჩვენი მიზანი კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, არის ის, რომ გავამყაროთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის ხიდები, რომელიც ჩვენ შორის არის. პატივი მაქვს წარმოიდგინო ქართული კუთხე, მარო მაღაშვილით, რა თქმა უნდა, პატარა პერფორმანსი იქნება. ჩემი აზრით ძალიან აქტუალური თემაა მაროს თემა, იმიტომ რომ ეხლა ძალიან საჭიროა საქართველოს ბევრი მაროები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური ჯგუფების, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლება ერთმანეთთან თანაცხოვრებით და რასაც უკვე მრავალი საუკუნეა აკეთებენ და მაგალითია ეს მთელი ქვეყნისთვის. თანაცხოვრება მშვიდობიანად, მეგობრული თანაცხოვრებით, გური თანაცხოვრებით მაგალითის მიმცემნი არიან ყველასთვის. დღეს ჩვენ აქ ვართ მულტიკულტურული ფესტივალი შინის ფარგლებში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად მარნეულისთვის, მარნეულებისთვის, რომ ინკლუზიური საზოგადოება განვითარდეს ამ კუთხით. ფესტივალი, როგორც გითხარით, წელს მესამედ ტარდება, თუმცა ლოკაცია შეიცვალა და ის სოფელ იმირში, გადაჭრილი გორის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება. ამ წუთებში გალა კონცერტი მიმდინარეობს, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდება.